ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე. ჩვენ გვაქვს კითხვები. ისინი ვალდებულნი არიან გქონდეთ პასუხები. ჩვენი უფლება ვიცოდეთ. ჩვენი უფლება მათ ძალაუფლებაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაინტერესებს სიმართლე. მათ უნდა აინტერესებდეთ ხალხის აზრი. ჩვენ ველოდებით გულახდილ პასუხებს. პირდაპირ საუბარი ეკაბერიძესთან ყოველ საქმეს მაესტროზე. საღამომშვიდობისა თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს ეკაბერიძესთან. ქართული დელეგაცია ჟენევის მოლაპარაკებებზე დემარშით იმუქრება. მიზეზად დელეგაციის ხელმძღვანელი გიგა ბოკერია ბოლო კვირის მანძილზე საქართველოში არ შემდგარ ტერაქტებს ასახელებს. უფრო სწორად საუბარია იმაზე, რომ რუსული დელეგაცია არ დათანხმდა განეხილა ეს საკითხი ოფიციალური მოსკოვის თანხმობის გარეშე და თანაც საქართველოს საპირისპირო ბრალდებები წამოუყენა. საუბარია ზუგდიდში სამხედრო აეროპორტის მშენებლობასა და სვანეთის მთებში საერთაშორისო ტერორისტების საწვრთნელი ბაზების მოწყობაზე. აქვს თუ არა ამ ბრალდებებს საფუძველი, ვის ინტერესია ჟენევის ფორმატის შეწყვეტა და დაითანხმა თუ არა ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა პრეზიდენტი სააკაშვილი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის უპირობო გაწევრიანებაზე. ამ თემებზე დღეს პაატა ზაქარიაშვილთან ვისაუბრებთ. თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს პაატა ზაქარიაშვილია ჩვენი სტუმარი ბატონო პაატა მოგესალმებით. გამარჯობა. უშიშროების საბჭოს მდივანი და დელეგაციის ხელმძღვანელი გუშინ ჟენევაში გამართული მორიგი რაუნდის შემდეგ აცხადებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებები შესაძლოა შეწყდეს. მიზეზად სახელდება ის, რომ უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკება სახელმწიფოსთან, რომელიც დიალოგის პარალელურად საქართველოს ტერიტორიაზე ტერაქტებს გეგმავს და ახორციელებს, უბრალოდ აზრი არ აქვს. მე პირველ რიგში მაინტერესებს თქვენი აზრით, ღირს ჟენევის ფორმატის შეწყვეტა, თუნდაც ასეთი მიზეზის გამო? არამც და არამც, რა თქმა უნდა, არ ღირს და იმედი მაქვს, რომ არ შეწყდება. ეს პირველად არ ხდება, როცა მხარეები ჟენევის ფორმატში მონაწილე მხარეები ეს რუსული მხარე იქნება თუ უფრო მეტად აფხაზური მხარე თუ ოსური მხარე, თორემ მხარეება წარმოადგენლები არ არიან, უფრო წარმოადგენლ პიროვნებებად, მაგრამ ვინ წარმოადგენენ აფხაზურ თუ ოსურ მხარებს, თქვათ ასე, ამათ ინფორმით ახდენდნენ ხოლმე დემარშს და აგდებდნენ ხოლმე ჟენევის მოლაპარაკებებს. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინონიმუშია ოსური მხარე უარსებოდა ჟენევის ფორმატში მოლაპარაკებებზე, ვიდრე არ დადგინდებოდა ბედი იმ სამი ოსისა, ოსიერუნების ახალგაზრდა, რომელიც დაიკარგა საომარი მოქმედების შემდეგ. ჩვენ მას გვქონდა საუბარი, როცა ამის გამო სპეციალურად შეიქმნა საგამოძიებო კომისია, ამაზე ალბათ გვექნება საუბარი, საინტერესო პრეცედენტი იყო, რის შედეგადაც ოსური მხარე დაბრუნდა შემდეგ ჟენევის ფორმატში მოლაპარაკებებზე. ანუ ყველას აწყობს ეს ფორმატი, ჩანს როგორც სარკეში და სადამდე მიდის პროცესები, საერთაშორისო ორგანიზაციების ძამშულოვანი ამ ფორმატის შენარჩუნება, ასე მე მგონი უფრო შანტაჟს აქვს ადგილი, ვიდრე რეალურ მუქარას. და რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს ეს შანტაჟი თქვენ? რათა მინდა არაფერი არ კეთდება ტემპერატურის აწევას. ეხლა ეს ტერაქტების მცდელობები რაც განხორციელდა, ასეთი მცდელობები ხშირად ხდებოდა. თუმცა ეხლა იყო ზედიზედ. ორი თავისად უცნაურია, რატომ დაწყდეს რუსეთს ამ ტიპის ტერაქტების მოწყობა ჟენევის წინ. როგორც წესი, ეს უფრო ქართულ მხარეს უნდა დაწყდეს ამაზე საუბარი ვიდრე რუსებს. ანუ რატომ უნდა მოეწყო? ძალიან ბევრი კითხვები არის. ანუ არ აწყობდა რუსეთი ამ წესით არ უნდა აწყო, არა, ლოგიკიდან გამომდინარე, წესით არ უნდა აწყობდეს ჟენევის მოლაპარაკების წინ ამ ტიპის ტერაქტების მოწყობა. ჯერ ისეთი რუსეთის ამბოცარა დღეს როგორია? მან მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ის ამბობს, რომ დეკლარირებას ახდენს, რომ მან აფხაზი და ოსი ხალხის თხოვნით შევიდა ამ ტერიტორიებზე და აღიარა ისინი და დაიცვა ქართული აგრესიისგან, თქვათ ასე, და მას ახლა სურს მსოფლიოს საჩვენოს, რომ მას შემდეგაც მან დაიკავა ქართული ტერიტორიები კავკასიაში დაისადგურა სიმშვიდე და სიწყნარემ. ანუ არეულობა და ტემპერატურის აწევა რუსეთის ინტერესებში არა, მის ინტერესებშია მაქსიმუმად ყველა დააჯეროს, რომ მისი მოსვლით კავკასიაში სიმშვიდე დაისადგურა. საქართველოს ლოგიკა სხვა და ბუნებრივია. საქართველოს უნდა სურს, რომ აჩვენოს, რომ რუსული ოკუპაცია პრობლემები შექმნა. ეს ოკუპაცია კი არა და საერთაშორისო სამართლის დარღვევას თავისთავად მიუღებელი და აღმაშფოთებელია. გარდა იმისა, რომ მან წესები კი არ მოიტანა, არამედ მეტი არეულობა მოიტანა, დაძაბულობა, ტერაქტები. მაგრამ ბატონო პაატა, შესაძლოა რუსეთს აწყობს ის, რომ კავკასიაში გამოჩნდეს
აღმოჩნდეს, რომ მისი მოსვლით სიმშვიდემ დაისადგურა, მაგრამ აწყობს მას ეს სიმშვიდე საქართველოს ტერიტორიაზეც? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მაშინ გამოდის, რომ ის ვერ აკონტროლებს ვითარებას. მას სულ თქვას, რომ მისი მოსვლის შემდეგ აღარ არის პრობლემები ქართველებსა და აფხაზებს შორის, ქართველებს და ოსებს შორის. ანუ მან მოახერხა ის, რაც ამდენ ხანი ვერ ახერხებდა საერთაშორისო ორგანიზაციები. გაერო აფხაზეთში, ეუთო სამხრეთ ოსეთში, რუსეთს შეკვეცილი ქონდა რესურსები, ზემოქმედა მოიხდინა მაშინდელაც მან გაშალაფთები და განახორციელა რაღაც გარკვეული ღონისძიებები, რომელიც არის საერთო სამართლის ოკუპაცია და საქართველოს კანონმდებლობის ოკუპაცია. ამის შემდეგ უკვე დაისადგურა სიმშვიდე. ანუ მას ისაც ხდება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, მას მჭირდება სიმშვიდე ცალსახად. და ამაში ლოგიკა არის. ის როგორც მაშინ რა ლოგიკა აქვს ამ არ შემდგარ თუ შემდგარ ტერაქტებს? ხო, ეს გამოსაძებელია, იმიტომ რომ მე 2008 წლამდე ან თუნდაც ადამიანების გატაცების ფაქტს, რასაც ცოტა ხნის წინ ქონდა ადგილი. ხო, რა თქმა უნდა. ადამიანს თქვენ ალბათ გულისხმობთ საჩხერის რაიონიდან ხო, თქმა უნდა, ბუნებრივი აქ რუსეთი ცდილობს აჩვენოს ქართულ მოსახლეობას, რომ ეს ტერიტორიები აკრძალულია მათთვის. და ნებისმიერი ფორმით იმ რეჟიმის დარღვევა, ოკუპაციო რეჟიმის დარღვევა, რაც მათ შემოიღეს ამ ტერიტორიებზე, იმ ხალხისთვის, ვისაც ეს ეგზალება, არის მათთვის ძალიან სახიფათო საფრთხილო. ამიტომ მათი ქცევები არის ძალიან აგრესიული, პირდაპირი და მიმართული არის საზოგადოების დაშინებისაკენ, საზღვრისპირა, თქვათ ასე, გამყოფი ხაზისპირა ზოლზე, რომ საზოგადოება იყოს მუდმივად დაძაბული, რომ მათ რაღაც არ შეეშალონ და არ შეიჭრან მაგალითად რუსეთის ინტერესების სფეროში. მაგრამ რა შეეხება ასეთ ტერაქტებს, ასეთ ტერაქტები ხდებოდა ხშირად. მაგალითად, შემდეგ გავახსენო ტელემაყურებელს ძალიან ესეთი ხმაურიანი ტერაქტი 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნები იყო და ხურჩაში 2 ავტობუსი დაიწვა. და მაშინ ქართულმა პროპაგანდამ მთელი ყურადღება გადაიტანა აი არჩევნების დღეს აფხაზური მხარე შლის არჩევნებს ზუგდიდის რაიონში რაღაც ამ ტიპის რაღაცები და მე ჩატარდა მშვენიერი ჟურნალისტური გამოძიება და აღმოჩნდა, რომ ეს 2 ავტობუსი დაწვა ქართულმა სპეცსამსახურებმა. ანუ თქვენ ფიქრობთ და უშვებთ შესაძლებლობას, რომ ეს ტერაქტებიც არ მოდიოდეს რუსეთიდან? ჩემ და სამწუხაროდ საუბედუროდ ქართული და რუსული მხარეები გვარან ერთმანეთს ავანტიურაში და პროვოკაციებში. ანუ ჩემთვის მე ერთნაირად მჯერა, რომ შეიძლება ზაიკეთებინა როგორც რუსულ მხარეს, ისე ქართულ მხარეს. ვიდრე არ იქნება გამოძიება და ჟენევის ფორმატები ბრწყინვალე საშუალება, რატომ ეჭვი ბევრ რაღაცებს რატომ ემპარება კიდე ეჭვი. ჯერ ერთი ჟენევის წინ იყო და ეს არ უნდა აწყობდეს. მეორე, ნადგურდება როგორც ეს. მან შევჩერდეთ. ჟენევის წინ ქართულ მხარეს უნდა აწყობდეს? რა თქმა უნდა, ხმაური ლაპარაკი, ამაზე იყო ლაპარაკი. რა თქმა უნდა. მეორე, ანუ ტემპერატურის ასაწევა რა თქმა უნდა. ნადგურდება ყველა ნუტკიცება, პირველად ხდება. როგორც ეს ყველა ტერაქტის შემდეგ, ქართული მხარე ანადგურებს ყველა ნუტკიცებას. რო ჩატარდეს გამოძიება, ვერ ნახავენ მასალას, რომელიც შეიძლება დაადგინოს, საიდან როდის შეიქმნა, შეიქმნა ეს ქიმიური ასაფეთქებელი ნივთიერება. ამის მაგალითად 3 ივლისი 2008 წლის იგივე, როცა 3 ივლისს მოხდა სანაკოევის ექსკლუზია ტერაქტი, არავინ არ დაყოფილა, აფეთქდა მანქანები, განადგურდა ყველა ნივთკიცება, არ მიუშვეს ადგილზე არც ეუთო, არც სამშვიდობო ძალები და 3 ივლისს მოყვა ჯაჭვური რეაქცია. 3 ივლისის შემდეგ იწყება ქართული სოფლების დაბომბვა ყოველდღიურად, რასაც მივყვავართ 8 აგვისტომდე. ანუ რეალურად 8 აგვისტოს დაიწყო 3 ივლისს. როცა ისევ და ისევ არ ჩატარებულა გამოძიება და ჩვენ ზუსტად არ ვიცით ვინ მოახდინა დღისით ზისით სანაკოევის მანქანაზე, ქართულ მხარის კონტროლირებულ ტერიტორიაზე ტერაქტი. ანუ დღესაც გამოსაძიებელია. ანუ უამრავი საკითხია გამოუძიებელი. განსხვავებით იმ პერიოდიდან ეხლა ამის საშუალება არსებობს. კი უნდა წამოვიდე ჟენევის პროექტი, კი ძალიან მნიშვნელოვანია ეს მომენტი, რა თავად მომენტი. მაგრამ თუ კი როგორც თქვენ ამბობთ, და უშვებთ შესაძლებლობას, რომ შესაძლოა ეს ანუ ტერაქტების მცდელობები სინამდვილეში იყოს ავანტიურა ქართული. ხო, ორივე მხრიდან, ანუ არა მარტო ორივე მხრიდან, ორივე მხარეზე უშვებთ. კონკრეტული მიზანიც ექნებოდა და ხომ არ იყო ეს კონკრეტული მიზანი, თუნდაც იგივე ჟენევის ფორმატის ჩაშლა, როგორც თქვენ ამბობთ, ხმაურის ასატეხად. ჩაშლიმდათ არა, რამდენ ხმაურის ასატეხად. ხა თუ დაუშვათ ჰიპოთეტური ვერსია დაუშვათ, რომ ქართული მხარე აკეთებს, ხო? მაშინ აღარ გააკეთებს. ოქტომბრამდე და იწყოს, აი მე რო საკითხი დავაყენე ჟენევაში, რომ რუსებას შეწყვიტონ ტერაქტები, ხო აღარ ტახერდება, ესე იგი ჩემმა განცხადებამ გამოიტანა. აი და ხმაურის ატეხვამ რა კონკრეტული შედეგი შეიძლება მოუტანოს? ის რომ რუსული არის აგრესორი. ჩვენ ხო მთელი დღევანდელი საქართველოს ხელისუფლების თავი ამოცანია რუსეთის აგრესიის მუდმივ წარმოჩენა. მაგრამ ჟენევის ფორმატში რა კონკრეტულ შედეგს? როი გამოძიებას ლაპარაკი, მათ ლაპარაკი არ არის. ჟენევის ფორმატი ამოწურა, კი არა მოწურა, ვერც კი მიაღწია თავის ამოცანას. თუმცა მე მოხრება რომ ფორმატი არსებობდეს, რათა გამოჩეს ესეთი მანკიერი მხარეები ყველა მხრიდან, მაგრამ აშკარად ჩასვიქ სალაპარაკო არაფერი არაა. მუდმივად ჭირდება რაღაც გარკვეული ტემპერატურის აწევა. ჩემს ყველაზე უფრო ნიშანდობლივი
არის შემდეგი. იმის მაგივრად რომ ქართულ მხარეს მოეთხოვა ჟენევის ფორმატისთვის შექმნილიყო საგამოძიებო კომისია, რაც გააკეთოს ურმა მხარემ. ჰამერბერგის კომისია რო შეიქმნა და ჰამერბერგა ჩამოიყვანა თბილისში ორი სახელგანთქმული ძალიან ცნობილი სისხლის სამართლის სპეციალისტები და მათ გამოიძიეს იმ სამი ოსის დაკარგვის პერიპეტიები. და იყო საკმაოდ კრიტიკული დასკვნა. იმის მაგალითად ქართულ მხარეს ეს გაიკეთებინა და ეთქო რა უბედურება რუსები ჩემ ტერიტორიაზე აწყობენ ტერაქტებს, ხალხს აგზავნიან, მოვითხოვ ჟენევის ფორმატიდან გაეროდან ეუთო და თუ მე არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციები ყველა ჟენევის ფორმატშია შტატები ევროკავშირი მოვითხოვ თქვენგან შეიქმნა საერთაშორისო კომისია აგერ არის ცოცხალი ეჭვმიტანილი ჩემ ციხეში ზის აგერ არის ცოცხალი გვარები ვინც ეს ადამიანი ასახელებს კეთილი ინებო და გამოიძიეთ ეს ხო დაკარგული სამი ოსი არა რომელიც კვალი დაიკარგა და ვერ იპოვით და ვერ იცინი ვერ იტყვია რა მოვიდა ეხლა აქ არიან ცოცხალი რა თქმა უნდა და კეთილი ინებო და შექმნით ეს იმიტომ კი უნდა გამოვიდეთ კომისიიდან და პირიქით ფორმატი და პირიქით უნდა მოვთხოვოთ ფორმატს უკაცრავად რის მაკეთებლები ხართ აქ ჩემ ტერიტორიაზე ახორციელებთ ტერაქტებს კეთილი ინებო და შექმნით ეს კომისია მაგრამ ამ ადამიანებმა გარკვეული აღიარებითი ჩვენება მიცეს და აქედან გამომდინარე გამოძიების საჭიროება აღარ თქვა ხომ რომის სამართლიდან მოყოლებული აღიარებითი ჩვენება არ არის საკმარისი კი არა საფუძველი არ შეიძლება იყოს შეიძლება იყოს დამატებითი ფაქტორი უნდა არსებობს სხვა ობიექტური გამოძიება იგივე ჩანაწერები ჩვენებს რო უყარძალია ჩანაწერებზე აკეთება იგივე ისა ქიმიური ანალიზია ამ ქვია ასაფეთქებელი ნივთიერებების განადგურეს კარგად ჩანს ქიმიურ ანალიზში სადაც წარმოებული საჩილება ყოფილიყო წარმოებული ესათვის ასაფეთქებელი ნივთიერება ის სწორედ დაკითხვები იმ ადამიანის დაკითხვა ქართული მხარე ვერ დაკითხავს იმ ვიღაც რუს ოფიცერს მაგრამ ჟენევის ფორმატი დაკითხავს თუ რუსეთი მართლა თანამშრომლობს ჟენევის ფორმატთან დაინტერესებულია რომ გამოძიება წარიმართოს და მისი ბრალეულობა მოიხსნას უნდა ითანამშრომლოს ასეთ კომისიასთან უნდა თქვას კი ბატონო ჩვენ თანახმა ვართ ასეთი კომისია არსებობდეს ქართულ მხარეს ხო გამოგვიგზავნონ ჩვენ ეს პატიმარი დიახ ნაგადა დავკითხავთ მას დავაპირისპირებთ უამრავი ფაქტები არსებობს შეიძლება მართლა სოფლიო დონის ექსპერტი კრიმინალისტები მოიყვანონ და ისინი დაადგენენ სადაც ჭეშმარიტება მართლა დაიქირავა თუ არა ამ რუსმა ეს ქართველი რათა მას მოეხდინა რაღაც გარკვეული ტერაქტები ჩაედინა მანდამე ჟენევის მოლაპარაკებების წინ ან იმ დღეებში მაგრამ ბატონო პატა თქვენ გამორიცხავთ იმას რომ ქართულ მხარეს სურდეს არა მხოლოდ ხმაური სატეხვა არამედ რეალურად მართლა ჩაშლა ჟენევის ფორმატის თუმცა ამ თემაზე მოდით პირდაპირ საუბარი გავაგრძელოთ სარეკლამო ბლოკის შემდეგ გადაცემაში რეკლამის დროა. ვაგრძელებთ პირდაპირ საუბარს პაატა ზაქარიაშვილთან. ბატონო პაატა, გამორიცხავთ იმას, რომ არა მხოლოდ ხმაური სატეხვა იყოს საქართველოს ხელისუფლების ინტერესებში, არამედ მართლა იყოს ჟენევის ფორმატის ჩაშლა. თითქმის გამორიცხავ, იმიტომ რომ მართლაც მასში გამოძიება უნდა იყოს სამართლიანი და დააჯეროს ქართულ მხარეს, რომ მართლაც რუსები ახერცოლებენ ამ ტერაქტებს, უნდა ჩატარდეს სერიოზული გამოძიება და განცხადებები. ანუ მხოლოდ დემარში არ კმარა, რომ ჩაიშალოს ფორმატი. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდება საქართველოს. ეს ჩვენ ტერიტორიაზე ლაპარაკი, ჩვენს კონფლიქტებზე ლაპარაკი, დასავლეთი გაუკვირდება როგორ თქვენ საქციელი ყოველდღე ჩვენ საქციელი აბსოლუტურად იქნება გაუმართლებელი და გაუგებარი დასავლეთისათვის. მის მაქსიმალურად ცდილობს ფულს ხარჯავს, რუსეთს ელაპარაკება, რათა ჩვენი კონფლიქტები დაძროს მკვდარი წერტილი. და უცებ ჩვენ გამოდივართ ამ მოლაპარაკებებით დაახლოებით გავს ერთხელ სულ ახლა შარშან ჩვენ არ დავესწრეთ საფრანგეთში ევროსაბჭოს მიერ მოწყობილ კონფერენციას, როცა ჩვენთვის მოეწყო კონფერენცია, ქართული დელეგაცია არ შევიდა და წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდებოდა. დაახლოებით ეს იქნებოდა, ეს ყოველად მიუღებელი და გაუგებელი იქნება დასავლეთისათვის. ესე იგი, მაშინ თუ აქეთკენ მივდივართ, მე აღჯერ ამისი, ესე იგი საქართველოს მიდის სრულ იზოლაციისაკენ. ესე იგი, წვეთს ყოველგვარ კონტაქტებს დასავლეთთან. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ საქართველოს ხელისუფლების ინტერესში არ შედის ჟენევის ფორმატის ჩაშლა, ასეა შეგიძლიათ სასახადასი ამის არა, არო, შეიძლება შედის, მაგრამ ამას ვერ გააკეთებს. აი თუ შედის, რატომ უნდა შედიოდეს მაშინ? ანუ დავივიწყოთ ის გარემო, ის ობიექტური გარემო, რაც არსებობს და მარტო ვისაუბროთ ხელისუფლების ინტერესზე. რატომ უნდა შედიოდეს ჩაშლა ხელისუფლების ინტერესში? აი ამ ობიექტური გარემოებების გაუთვალისწინებად. ხელისუფლებას არაფერი არ აქვს შესათავაზებელი აფხაზების და ოსებისათვის. მას ის გაკოტრდა რომ მხოლოდ რუსეთია გაკეთებული გადატანი ყურადღება რომ მხოლოდ რუსეთია დამნაშავე. რუსეთი დამნაშავეა ცალსახად და შეიძლება თავად ითქვას რომ 100%-დან 60% რუსეთის ნაწილზეა. მაგრამ დანარჩენი 40% ჩვენი მოსაგვარებელია და დასავლეთი მათ შორის შტატები რომ ჩვენი უახლოესი მოკავშირეები არიან და მართლა გულხმარეს სულ ჩვენ დახმარება კაფეოდ მოითხოვეთ ჩვენგან რომ ვიპოვოთ საერთო ენა აფხაზებთან და ოსებთან და ჩვენ ამას არ ვაკეთებ შეგნებულად ისევ აბრალეთ ყველაფერს რუსებს. ანუ უკვე გაიცვითა ეს თამაში და
მომაბეზრებელი გახდა ყველასათვის. ანუ საქართველოს დღეს აწყობს აღარ არსებობდეს მოედანი, სადაც მუდმივად გამოჩნდება ჩვენი სიშიშვლე. საქართველოს აწყობს საქართველოს ხელისუფლებას. საქართველოს ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, უკაცრავად, ბუნებრივია. და საქართველოს ინტერესებში არ შედის ეს. პირველად საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებში შედის აფხაზეთთან და ოსეთთან საერთო გამონახვა, რათა მკვდარი წერტილიდან დაიწას მართლა ის მანკიერი პოლიტიკა და შემოვაბრუნოთ ეს ხალხი ნელა-ნელა საქართველოსაკენ, რაც რეალური და ბუნებრივია, მაგრამ ამ შემთხვევაში რუსეთის როლი ერთეულად ეცემა და ჩანს სოფლიო ხედავს უცებ რომ თურმე რუსეთი კი არის გავლენიანი ფიგურა, მაგრამ არა გადამწყვეტი ფიგურა. თურმე აფხაზებს და ოსებსაც, გასაგებად აფხაზებს გულზე არ ეხატებათ ეს რუსები და ცდილობენ გამოსავლის ძებნას ან საქართველოთი ევროპისკენ, ან ევროპით საქართველოსკენ, ან მხოლოდ ევროპისკენ, მაგრამ ნებისმიერ ფორმით ცდილობენ რომ რუსეთს როგორმე დასილდნენ. არა აბსოლუტურად და შეუძლებელია, არამედ მაქსიმალურად ზედის გაკეთება შეიძლება. მაგრამ ჩვენ მუდმივად ვაკეთებთ იმას, რომ შემოვიღეთ სპეციალური სტრატეგია, სპეციალური მოდალობები, ჩვენ ამაზე ქონდა საუბარი, რეგულაციები, რათა არ შეუშვათ ევროპა და არ ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ აფხაზები მზად არიან სხვა რამ პოლიტიკისათვის გარდა რუსეთთან ურთიერთობებისა. და რაც შეეხება რუსეთს, რუსეთის ინტერესებში არის თუ არა ჟენევის მოლაპარაკებების არსებობა? რა თქმა უნდა, მისივე კარგად აჩვენებს საქართველოს შიშიშვლეს. ისინი აჩვენებენ რომ მე არაფერ შუაში არა ვარ. რუსები ასეცილობენ ჯერ ესეთი რუსეთს ისინი ახერხებენ ამ შედეგის მიღწევას მოლაპარაკების ფორმაში. რა თქმა უნდა, რუსეთი ანგარიშგასაწევი ძალაა სოფლიოში. მას ყველა ეფერება, მის მიმართ რაღაც გარკვეული რიტუალური ცეკვები მიმდინარეობს უკვე რამდენი წელია. შესაბამისად, რუსეთი მან თავისას მიაღწია. მან აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მან შვენივრად მოახერხა საქართველოს პროვოკაციაში ჩართო 2008 წელს, ასე ვერც კი ოცნებობდა ასეთ წარმატებას, რაც მან მიაღწია და დღეს უნდა ამის მაქსიმალურად შერჩენა, გაფორმება და დიდხანს კომფორტულ სიტუაციაში ყოფნა კავკასიაში. და ანუ ამის საშუალება ეძლევა მას ჟენევაში. რა თქმა უნდა, ჟენევაში მუდმივად აჩვენებს, რომ ქართული მხარე აფს არ აკეთებს. ქართული მხარე აფს თავაზობს გარდა იმისა, რომ მე რუსეთს მლანძღავს. დაახლოებით ეს პოზიცია გაჩეული რუსეთს და უკმაყოფილი ამით. ბატონო პატა, კიდევ ერთი მომენტი იყო გუშინ ჟენევის მოლაპარაკებებზე, ანუ როგორც გაირკვა გუშინ რუსულ მხარესაც ჰქონდა აქეთ პრეტენზია საქართველოსთან. კერძოდ საუბარია იმაზე, რომ რუსული დელეგაციის წევრმა მარატ ყულახმეტოვმა საქართველოს ზუგდიდში სამხედრო აეროპორტის მშენებლობაში და სვანეთის მთებში საერთაშორისო ტერორისტების საწვრთნელი ბაზების მოწყობაში დაადანაშაულა. მე მაინტერესებს თქვენი აზრით, თუ აქვს ამ ბრალდებას რაიმე საფუძველი, თუ მართლა ზღაპარია, როგორც ამას ამბობს შოთა უტიაშვილი ანალიტიკურ დეპარტამენტის მე იმედი მაქვს ზღაპარია. იმიტომ რომ საქართველოს მართლა არ აწყობს თავის ტერიტორიაზე ტერორისტების მომზადება, იმიტომ რომ რუსეთის მართლა ბედნიერი რუსეთის იქნება საუკეთესო წუთები, როცა ამას დაუდასტურებს სოფლიოს. რუსეთი ყოველდღიურად ცდილობს საქართველოს შეცდომები, მაგალითად აღიარება გენოციდის 20 მაისს მოხდა ჩერქეზი ხალხის პირველ სოფლიოში და ერთადერთმა ქვეყანამ აღიარა ის, რომ აქ ტარდება კონფერენციები ამ ჩეჩენი და ჩერქეზი თუ კავკასიელი ხალხის დისიდენტების ჩამოყვანით ახლო აღმოსავლეთიდან, ის რომ ვიზო რეჟიმები განახორციელა, ამის გამოც თუ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ გააკეთა განცხადება, ის რომ შემოღებული ტელევიზია, რომელიც ჩრდილო კავკასიაზე მუშაობს, ანუ უამრავი ფაქტორები კარგად ულაგებენ რუსებს საბაბს, რათა საქართველოს დაადანაშაულოს მომავალში ტერაქტების განხორციელებაში. რაც რუსეთის ფედერალური კანონით იძლევა ამ ტერიტორიაზე საბრძოლო ოპერაციის ჩატარების საშუალებას. ამაში მთელი უბედურება და რუსეთი ამიტომ უკვე იგონებს ყულახმეტოვის პირით, უკვე ამატებს ამას რაღაცებს. მე ეჭვმეპარება, რომ საქართველოს ოცნება თბილისი აიღოს, რუსეთმა არ განხორციელდება, ანუ რუსეთი არ აიღებს თბილისს, არც დაიპყრობს არც სხვა ტერიტორიას უკვე, მაგრამ დაიწყებს შეიძლება ასეთ წერტილობან დაბომბებს, მაგრამ პანკისის ხეობას, იგივე სვანეთის მაგალითად რაღაც უბნებს, სადაც იტყვის რომ მე შემოაგდებს, შემოათრებს რომელიმე რაღაც გვამს დააგდებს და მე წადი და ამტკიცე რომ ეს აქ არ იყო, რომელიმე მოკლავს რომელიმე ტერორისტი კავკასიაში და აქეთ გადმოაგდებს. კავკასიის გადმონახვა არც ისე ძნელია. ამ შემთხვევაში თანამედროვე სხვათა შორის აი ხლა თქვენ რაზეც საუბრობთ, ამას ძალიან ეხმაურება საერთაშორისო შუამავლების დასკვნა გუშინდელი რაუნდის შემდეგ. ისინი ამბობენ რომ უკანასკნელი მოვლენები შესაძლოა გახდეს აგრესიის ესკალაციის საფუძველი. რა სიტყვით ამაზე? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, მე არ გამოვიწყავ, ამიტომ საჭირო არის თუ საქართველოს ხელისუფლება მართლა გუწფელია, სასწრაფოდ მოითხოვოს ჟენევის ფორმატში საერთაშორისო საგამომძიებო კომისიის შექმნა, რომელიც დაადგენს ჭეშმარიტებას ამ ტერაქტების მიმართულებით. იმიტომ რომ თუ ეს არ გახორციელდა და გაგრძელდა ესეთი საეჭვო ტერაქტები თეთრი ძაფით ნაკერი და ვერ გაიგებო რომელი მხარეა მართალი, აფხაზად თქმა უნდა ორივე მხარეს აქვს საშუალება გამოიყენოს ესკალაცია და კონფრონტაცია და აქ შემთხვევაში ჩვენ რუსებს ნაძირობაში და გარეწობაში ვერ მოვერევით. ის ყოველთვის შეძლებს ისეთი მოგვიწყოს ის პროვოკაცია, რომელიც წამგებიან პოზიციაში ჩააგდებს საქართველოს. ისევ და ისევ ფართომასშტაბიან აგრესიას ადგილი აღარ ექნება, მაგრამ მუდმივად ესეთი შეიძლება, რასაც ისრაელი ახორციელებს მაგალითად პალესტინის წინააღმდეგ, ან და იგივე ლივანის წინააღმდეგ, იქ იყოფება პალესტინელი ტერორისტები, ხო?
დაბომბავს ახორციელებს, ან ზოგჯერ შევა და გამოვა, მაგრამ არ ჩერდება ტერიტორიაზე. მე მეშინია რომ ოლიმპიადის წინ საქართველოს თუ არ შეცვალა თავის პოლიტიკა, შეიძლება რუსეთმა ეს პოლიტიკა გამოიყენოს თავის სასარგებლოდ და მთელი ტრაგედია ჩემი ის არის მაგრამ რამდენად აწყობს ეს რუსეთს ოლიმპიადის წინა პერიოდში? ხო და ოლიმპიადაზე გულისხმობ მაგალითად ერთი წლით ადრე, რა თქმა უნდა აწყობს რომ სოფლიო საჩვენოსო წესებს ამყარებს. ახლა რუსეთს არ აწყობს ტერაქტებს რომ ანადგურებს ტერორისტებს თქვათ ასე ჩრდილოკავკასიაში, მთელ ოჯახიანად ამბობუგავს ხოლმე ბავშვებიან ქალებიანად საშინელებას ჩადის რუსეთი ჩრდილოკავკასიაში, მაგრამ მას ჭირდება ამით შექმნას გარანტიები იმისა, რომ სოჩის ოლიმპიადას არაფერი არ მუქრება. ანუ ოლიმპიადა 14 წელსაა. ანუ 12 წელს გამორიცხული არა რომ მაქსიმალურად მოახერხოს სოფლიოს შეუქმნას შტაბ-ბიჭდება მან ამოშანთა ტერორისტული ბუდები კავკასიაში, რომელიც არავითარ საფრთხეს არ უქმნის სოჩის ოლიმპიადას. გასაგებია, სხვა შორის აღსანიშნავია ის, რომ გუშინდელი რაუნდის შემდეგ, როდესაც გავრცელდა პრეს-რელიზი, ამ პრეს-რელიზში არავინ და არაფერს არ საუბრობს საქართველოს შესაძლო დემარშზე. რატომ გაუკეთეს ამ მომენტს იგნორება, როგორ ფიქრობ? იმიტომ რომ მე მგონი ეს მაინც შიდა მოხმარებისაა საქართველოსი და არა მე მგონი საქართველოს დიდი ყურადღება დიდი ხმაური არ ატეხა თვით ჟენევის ფორმატში. მე ამას უნდა გავიგებ პროცესში. ანუ ეს განცხადებები უფრო ჩემს აფხაზ და ოს კოლეგებთან საქართველოს მოქალაქეებს შექმნილ და შექმნილ იყო შაბეჭდილება რომ აი ჩვენ როგორ ვამუნათებთ და ვააშკარავებთ რუსულ აგრესიას. დაახლოებით ეს მომენტია, თორე ისე ვამბობ რომ პირდაპირ ზედაპირზე დევს მათ მიერ არა წამოსვლაზე ლაპარაკი არამედ პირიქით ჩართულობაზე და ჟენევის ფორმატის ეფექტურად გამოყენებაზე. იმის მოგეთ რომ ეს გააკეთონ, სულ საწინააღმდეგო მოძრაობას ახორციელებენ. გასაგებია, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა ეს არის რუსეთის შესაძლო ან შეუძლებელი გაწევრიანება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. სენსაციური ინფორმაცია გავრცელდა დღეს ნიზავისიმე გაზეტას საშუალებით ხმაურიანი სათაურით, ასე ვაშინგტონმა ქართული შლაგბაუმი აიღო. ამ ინფორმაციის მიხედვით ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი დათანხმდა რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას და ეს დადასტურდება შვეიცარიაში, სადაც მოლაპარაკების მორიგი რაუნდი ძალიან ახლო მომავალში უნდა გაიმართოს. მე მაინტერესებს თქვენ რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ეს ინფორმაცია. სხვა შორის გაზეთის ერთ-ერთი წყარო, ამ ინფორმაციის ერთ-ერთი წყარო არის ოპოზიციონერი კახა კუკავა. სხვა შორის და საუბარია აქ თანხმობაზე ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. გამორიცხული არ არის. გამორიცხული არ არის. ახლა კახა კუკავას მოგეხსენებათ კონტაქტები გააჩნია რუსეთთან და გამორიცხულა რომ მას ჰქონდეს საკმაოდ მეტაკლებად სანდო ინფორმაცია. მაგრამ ის ფაქტი რომ ბაიდენი შეხვდა სააკაშვილს რომში, ეს ყველა მაგვიქვით მეც მათ შორის რომ რა თქმა უნდა პირველ რიგში საუბარი იქნებოდა რუსეთის გაწევრიანება სავაჭრო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, ვაჭრობის ორგანიზაციაში. თუმცა ამერიკელი მაღალჩინოსნები ოფიციალურად აცხადებენ რომ ისინი არანაირ ზეწოლას ამ თვალსაზრისით საქართველოს არ ოფიციალურად აცხადება ერთია და აბხორით ყוין ჩვენ ვერევით ამ საქმეებში ბუნებრივია ისინი ამას გააკეთებენ განცხადებას, მაგრამ დაწუნებული არ მომედროს რომ რა თქმა უნდა არავითარი ხელებს ამოგრეხა არ იქნება, მაგრამ იქნებოდა საუბარი სააკაშვილთან რომ ჩვენ უაღრესად დაინტერესებული ვართ რომ რუსეთი გაწევრიანდეს ამ ორგანიზაციაში და ძალიან გთხოვთ მაქსიმალურად გაითვალისწინოთ სოფლიოს ინტერესები, რათა ამაზე იქეთ არ წავიდოდა არავითარი საუბარი რომ თუ არ გააკეთებთ იცოდეთ ამას გიზავთ არა გამორიცხულებ იქნებოდა ძალიან ისე კორექტული საუბარი, მაგრამ ეს დიპლომატური ენას ძალიან მკაცრი საუბარია რომ ჩვენს ინტერესებშია რომ და თქვენს ინტერესებში უნდა იყოს სოფლიოს ინტერესებშია რუსეთი რომ მართული იქნება, უფრო ცივილიზებული იქნება, ამიტომ საჭიროა მაქსიმალურად გადალახოთ ეს წინააღმდეგობა და მოახერხოთ იპოვოთ გამოსავალი. ის რომ სააკაშვილი და არა საქართველოს ინტერესები უარს ამბობს ყოველგვარ პირობებზე ამ შემთხვევაში ამას არ გამოვიწყებ, იმიტომ რომ დარჩენს ხერპლის როლში. მან რომ რაღაცა მაინც აიღოს, მაგალითად მიაღწიოს ღვინოს გატანას რუსეთის ტერიტორიაზე, ყველა იტყვის მერე, რომ რა გინდა ღვინო მაინც ხო გადის რუსეთის ტერიტორიაზე. და თუ არაფერი არ აიღო, იტყვის მერე, რომ ყველა პრობლემები რაც შეიქმნება რუსეთთან, იტყვის აი მე დავთმე ეს გავაკეთეთ თქვენ კიდე ასეთ უმადურად მეკცევით არაფერს აკანო, მას უნდა დარჩეს ხერპლის როლში. რის სანაცვლოდ ხდება ბატონო პატარა ეს დათმობები საუბარია ასევე რომ ბაიდენთან შეხვედრის დროს მოხდა სააკაშვილმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ავღანეთში გაორმაგდება ქართველი ჯარისკაცების რაოდენობა. ამას სხვათა შორის ოფიციალურად ადასტურებს შეიძლება ითქვას ის, რაც გაავრცელა ბაიდენის პრესსამსახურმა შეხვედრის შემდეგ, კერძოდ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ბაიდენი მადლობას უხდის საქართველოს ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში ყველაზე დიდი კონტრიბუციისთვის ნატოს არაწევრ სახელმწიფოს შორის და საუბარია მომავალ კონტრიბუციაზე. დღეისათვის ყველაზე დიდი კონტრიბუცია ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის აქვს ავსტრალიას. ეს არის 1550 ჯარისკაცი. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ მინიმუმ კიდევ 500 ჯარისკაცი უნდა შეიყვანოს საქართველოს ავღანეთში. ანუ მე მაინტერესებს იგივე
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანება თუ ეს რასაკვირველია უპირობოდ მოხდა ან მცირე პირობის სანაცვლოდ. იგივე ავღანეთში ჯარების ესეთი ზრდა რას ემსახურება სინამდვილეში ეს ქვეყნის ინტერესებშია თუ ხელისუფლების ინტერესებშია? ხელისუფლების ინტერესებშია თქო უნდა, იმიტომ რომ აშკარად ჩანს რაღაც გარიგებას აქვს ადგილი. მე ღრმად წავდა დარწმუნებულია რომ არასდროს ამერიკის შეერთებული შტატები მithom დღევანდელი ადმინისტრაცია არ დაუშვებს ამა თუ იმ ქვეყნებში ამა თუ იმ რეჟიმების შეცვლას, რეჟიმების ხარდაჭერას. მაგრამ შეიძლება მათ თვალი დახუჭონ თუ რეჟიმმა შეინარჩუნა ხელისუფლება. ანუ თუ რაღაცა კანონდარღვევით, გაყალბებით, ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მაგრამ არ იქნება დიდი სისხლისღვრა, საკაშვილო მოახერხა იმ პირობების შენარჩუნება, რაც მას აწყობს, მაგალითად ახლა თვითონ პრეზიდენტი ახლა იქნება ფაქტია, მაგრამ რაღაც ფორმებით ისე მოახერხა ისე რომ შეინარჩუნა ხელისუფლება მისმა გუნდმა, მე მგონი რომ შეიძლება ამერიკა მომავალ თვალი დახუჭოს თუ მან სტაბილურობა და კონტროლი ხელში ჩაიგდო. ანუ ნახეთ, ნახდება აფრიკულ ქვეყნებში, იგივე ტუნისიდან დაწყებული, იგივე ლიბიაში, დღეს ეგვიპტეში, როგორც კი მართველი კარგავს კონტროლს, მაშინ იწყება მის წინააღმდეგ დასავლეთის გალაშქრება. იმიტომ რომ კონტროლის სიტუაცია ყველაზე საშიში. აქ შეიძლება ნებისმიერ ჯულის ადამიანმა და იდეოლოგიის ადამიანმა თუ რელიგიურმა თავისი რაღაც ნახოს. ამიტომ ვიდრე აკონტროლებენ ვითარებას, მანამდე სოფლიო ამა თუ იმ ფორმით იტანს სირია და საშინელება ხდება და ათასობით ადამიანი იღუპება, იქაც კი იტანენ და ძალიან არ ილაშქრებენ როგორც მაგალითად კადაფის წინააღმდეგ ვეღარ აკონტროლებს ვითარებას ლიბიაში. ანუ თუ საკაშვილო შენარჩუნებს კონტროლს, მე წავიკითხეს ასე, რომ მაშინ ამერიკის შეერთებული შტატები არ იხმაურებს ძალიან მის მიერ შენარჩუნებულ კონტროლზე. მე ხარ დავიფაროს რომ მემართალი არ ვიყო, ძალიან კარგი იქნება, მაგრამ როგორც ჩანს შეიძლება ამ ტიპის გარიგებას, ამ ტიპის მინიშნებებს შეიძლება ქონოდა ადგილი, მაგრამ ეს არათანაბარ აღნიშნავს, რომ ჩვენ დაგეხმარებით ხელისუფლების შენარჩუნებაში. თუ ქართული ხალხი მაგრამ არის თუ არა ზოგჯერ დუმილი დახმარება? კი, ხშირად დახმარება, მაგრამ ფულით არ დაეხმარებიან რაღაც რესურსებით, რათა მათ გაიმარჯვონ რაღაც განსაკუთრებულ რაღაც პირობებში. მაგრამ თუ ვერ გააკონტროლებს, მე ხმათო წავს უკვე, რომ თუ საკავშირო დაგაკონტროლდა ქართული ხალხის ნება აღმოჩნდა სოფლიოს ნებაზე მაღლა და ესა იოლი ძალიან გასაკეთებელი, იმიტომ რომ ნებისმიერი ქვეყნის ბედი წყდება იმ ქვეყანაში, რაზეც ლაპარაკი და არა გარეთან, ეს უნდა დავიმახსოვროთ. მხოლოდ იმ შემთხვევაში გარეთა ძალები ახდენენ გავლენას თუ საზოგადოებამ მზად არ არის ბოლომდე თავისი სიმართლე იცვას. ასე რომ თუ ქართული ხალხი თავის ნებას ბოლომდე სიმტკიცად გაიტანს, არჩევნები იქნება თუ სხვა ფორმებით, არა, დაღმათა დაწოდებული რომ ვერც ბაიდენი და ვერც საკაშვილოს ვერ დაიცავს. დიდი მადლობა. გაგამზადებული. პატა ზაქარიაშვილი იყო ჩვენი სტუმარი, დღეს ამით გემშვიდობებით, ხვალაც საათზე ისევ შევხვდებით, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.